მოგესალმებით ძირფასო ტელემაყურებლებო და რადიო მსმენელებო, მუსეუმის გადაცემა გრძელდება და გრძელდება. დღეს ჩვენ ვიყვებით ახლა რადიოში, ყავს არაჩვეულებრივი სტუმრები, თეონე ზედანია და ილო შავიშვილი. საქმე ეხება იმას, რომ ბათუმში იმართება არა მარტო ფესტივალი, არამედ ზეიმი შეიძლება ითქვას, ეს არის უკვე რიგით მეოთხე, რიგით მესამე, ენა მიყილა და ეს გაგრძელდება და გაგრძელდება. რადიო ფესტივალი მუსიკა ბათუმიდან. მოგესალმებით. გამარჯობა ირა. მოგესალმებით. როგორი შემართება გაქვთ და როგორი მოლოდინობთ? შემართება გადასარევი, როგორც ყოველთვის, ვებზადებით ახალი ფესტივალისთვის, ახალი პროგრამით, სიახლეებით, რა თქმა უნდა, და იმედია, ყველა ის ჩანაფიქრი, რაც გვაქვს, იმაზე უკეთ შესრულდება, ვიდრე გვაქვს ჩანაფიქრი. კი ბატონო, მეც მაგის ძალიან დიდი იმედი მაქვს. თეონე, რას დაამატებდით? დავამატებდი იმას, რომ წელს მოლოდინს გადააჭარბა ფესტივალის მომლოდინეთა რიცხვმა, იმიტომ რომ ჩვენ გვაქვს მიმართულება ასეთი ძირითადი საფესტივალო და ასევე არასაფესტივალო პროგრამა. საფესტივალო პროგრამაში გამოდიან მუსიკოსები, რომლებსაც აქვთ დიდი გამოცდილება და აქვთ საავტორო მუსიკა 50 წუთის განმავლობაში და არასაფესტივალო პროგრამის ფარგლებში ვაძლევთ საშუალებას. ახალბედები არ მინდა რომ გამომიყენო სიტყვა, მაგრამ იმ მუსიკოსებს, რომლებსაც 50 წუთის საავტორო მუსიკის შესრულება არ შეუძლია და აქვს 3-4 ან თუნდაც 5 საავტორო ნამუშევარი და წარსდგებიან ისინი მსმენელის წინაშე ძირითად შემსრულებამდე. წელს გავაკეთეთ ასე, გამოვაცხადეთ კონკურსი და მოლოდინს გადააჭარბა იმ რიცხვმა, მსურველთა რიცხვი იმდენად დიდი იყო და ძალიან გაგვიჭირდა შერჩევა მუსიკოსების, თუმცა კრიტერიუმი ის, რომ საავტორო მუსიკას უნდა ასრულებდეს 4-ს ან 5-ს 30 წუთის განმავლობაში და შეძლოს დროის შევსება და კრიტერიუმი, რომ ესე იგი მუსიკალურად უნდა უხდებოდეს იმ შემსრულებელს, რომელიც გამოდის ძირითად ბადეში და აქედან გამომდინარე, აი ამ პატარა ნიუანსმა გვიშველა და შევძელით იმ დიდი რიცხვისგან შერჩევა და ძალიან მაგარია და სასიხარულო ამბავია, რომ ამდენი ახალი ბენდია, ახალი მუსიკოსია, რომელიც საავტორო მუსიკას წერს საქართველოს მასშტაბით. ჩვენ წელს გვეყოლება ფესტივალზე 2 თუ 3 დედაქალაქიდან ჯგუფი და 1 ბათუმიდან საავტორო მუსიკის. 3 ჯგუფი დედაქალაქიდან და 1 ბათუმიდან ეს არასაფესტივალო პროგრამაში და გვიხარია, რომ ძალიან ბევრმა გამოთქვა სურვილი და ძალიან კარგ მუსიკას წერენ ახალგაზრდები ჩვენს ქვეყანაში და მუსიკა, რომელიც ბათუმიდან აჟღერდება, იქნება ძალიან საინტერესო, ძალიან ესეთი საამაყო და ისეთი, რომელიც ემახსოვრებათ და დარჩება დიდხანს მსმენელის მეხსიერებაში. ჩართულობა იმისი, რომ კონკურსის ხო, ესაც სპონტანურად არ მოსულა. ხო, წლების განმავლობაში, მიუხედავად იმისა, რომ ფესტივალი მხოლოდ და მხოლოდ 3 წლის არის, ფესტივალის დაბადებიდან დღემდე, სახეცვლილებას განიცდის, სხვადასხვა გამოწვევები არის, სხვადასხვა გამოწვევების გადალახვა გვიწევს და იქიდან გამომდინარე, რომ აი ეს ჩართულობა საკმაოდ მზაობა მუსიკოსების მხრიდან საკმაოდ დიდი იყო, სწორედ აქედან გადავწყვიტეთ ეს კომპონენტი დაგვემატებია არასაფესტივალო პროგრამაში გამოვაცხადე როგორც თქვა კონკურსი, სადაც თითქმის 40-მდე განაცხადი იყო შემოსული 1/2-ზე უკეთესი ნამდვილად და მე ჩვენ გვახარებს, რომ ნამდვილად ფესტივალმა შეძლო 3 წლის განმავლობაში უკვე ისეთი სიტყვის თქმა, რომ მუსიკოსებს სურს ამ ფესტივალში მონაწილეობა. და მე დავამატებ ერთს თუ შეიძლება, ანუ ჩემთვის როგორც ორგანიზატორისთვის და ადამიანისთვის, რომელიც უსმენს მუსიკას, ხო? ეს ამბავი არის, მეტნაკლებად ჩვეულებრივი, მაგრამ ახლა შენთვის და ილოსთვის ის რომ 40 ბენდი ცდილობს რომ მიიღოს შენს ფესტივალში მონაწილეობას როგორც მუსიკოსებისთვის, სხვა დატვირთვა აქვს, ანუ ეს ნიშნავს რომ ფესტივალმა თავისი მთავარი მისია რომ გააგონოს ხმა ყველას რომ არის აქ ადგილი, სადაც საავტორო მუსიკა შეგიძლია შეასრულო ყოველ ზაფხულს აგვისტოს თვეში საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის რადიოს წინ შეასრულა, იმიტომ რომ ერთგვარი ჩვენი ფესტივალის ერთი მახასიათებელი არის რადიო ფესტივალი, იმიტომ რომ ეს არის აპრობირებული მეთოდი მთელ მსოფლიოში, რადიო არის ყველაზე პირველი და მთავარი მხარდაჭერი ავტორშემსრულებლების, იმიტომ რომ სიმღერა რომელიც იწერება პირველი რადიოში ჟღერდება და რადიოა ის, საიდანაც ის ჰიტი ხდება, საიდანაც ის ხალხს უყვარდება და აჭარის რადიოც არ არის გამონაკლისი ამ მსოფლიო მარათონში არის ჩაბმული, ტენდენციას მიყვება და ყველაფერი რაც ბათუმში იწერება ყოველთვის პირველად ჟღერდება რადიოში და ყველა ავტორშემსრულებელს აქვს სურვილი, რომ როდესაც გააკეთებს რაღაცა ახალს მოიტანოს და შეასრულოს რადიოში და იდეა ის რომ ეს ახალი ყველაფერი ჟღერდეს ქუჩის ფესტივალზეც უკვე
რაღაცნაირად ამ ფესტივალის კონცეფცია როგორც არ ყოფილა აქამდე და ძალიან კარგია კიდევ ფაქტი, რომ ამ ფესტივალმა ბიძგი მისცა და წაახალისა ჩვენს ქალაქში კიდევ ახალი საავტორო მუსიკის ფესტივალების გაჩენის სურვილი და რაც უფრო მეტი იქნება ეს ფანტასტიკურია, იმიტომ რომ მეტი ადგილი იქნება იმისთვის, რომ დაუკრას მუსიკოსებმა და ძალიან კარგია რომ ჩვენ პიონერები ვიყავით ამ ამბავში და გვიხარია რომ ეს მისია რაღაცნაირად აი ესეთი ძალიან სხვათა შორის ძალიან ძიმე შრომით მიიღწევა ეს და ის სიფერადე რაც ახლა გარეთ ჩანს ჩვენს ფესტივალზე რაც არის ყოველი ფერი და ყოველი ნოტი არ არის ისე მარტივად მიიღწევადი როგორიც ჩანს. რასაკვირველია შრომა შედეგის მიხედვით ფასდება და აღიქმება. ჩვენ შეგვიძლია დავუშვათ ესეთი პრეცედენტი, გავცვალოთ როლები, წამყვანები შეიძლება იყოს თქვენ და მე ვიქნები სტუმარი. ხო შეგვიძლია ესეთი. კი, შეგვიძლია და ამის ამის წამყვანები იტყვიან მიზეზს. ჩვენ ვიტყვით ნამდვილად მიზეზს, რადგან ჩვენმა ფესტივალმა, როგორც უკვე თქვა, ჩვენმა ფესტივალმა შეძლო ავტორ შემსრულებლების წახალისება. რომ მათ შეექმნათ ან მიბრუნებოდნენ თავიანთ მუსიკას. ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი, მე ვფიქრობ, ამ ფესტივალმა თუ რამ შეძლო ამ წლების განმავლობაში. და ერთ-ერთი მაგალითი, ნამდვილად მე ამაყება ამის თმა, ერთ-ერთი მაგალითი ხარ შენ. რადგან შარშან ჩვენ ვთქვით, ანუ ჩვენი კონცერტი შარშან ჩვენი ფესტივალი დაიხურა Jam Session-ით, სადაც შემდგებულობდი მონაწილეობას და პრინციპში სცენაზევე დაიდო პირობა, რომ თუ ფესტივალი მუსიკა ბათუმიდან მომავალ წელს, ანუ 2025-ში ჩატარდებოდა, შენ შეასრულებდი საავტორო მუსიკას, სრულ საავტორო, ანუ საფესტივალო პროგრამაში მიიღებდი მონაწილეობას და ქავერები მაქვს. საკუთარი თავის. და მოკლედ მადლობა შენ ამისთვის, რომ ხო ეს რაღაც ტანდემი შედგა, პირობა შესრულებულია, ასე რომ მიღებულია. მეც ორი სიტყვით გეტყვით, რომ ამ სიმღერების უმრავლესობა არის ბათუმში დაწერილი, ძალიან ადრე და პრინციპში არც გამახსენდებოდა ამ სიმღერების არსებობა, ეხლა ეს ფესტივალი რო არ ყოფილიყო. ამიტომ რომ მსმენელმა რომელმაც იცის, რასაც უკრავთ, აბსოლუტურად განსხვავდება იმისგან, რასაც წერდით და ვაკეთებდით და მღეროდით, თუმცა ახალი არანჟირებით ვფიქრობ საინტერესო იქნება და მეც რაღაც პატარა ნოსტალგია მექნება და ამასაც მაქვს შესაძლებლობა გავუზიარო მსმენელს. და სწორედ აქედან გამომდინარე მაქვს პირველი კითხვა, თუ შეიძლება რა დაგისვა, ანუ რა როგორ პირველი კარგი პირდაპირ მეორე იყოს, როგორ მოვიდა ეს შენამდე, ანუ ფესტივალზე Jam Session-ის დროს როგორ დაიბადა სწორედ ეს იდეა, რომ მიბრუნებოდი ამ ყველაფერს. რის გამო გაჩნდა ეს სურვილი? გაჩნდა იმის გამო, რომ ფესტივალს შეიძლება თქვენ არიცით, მაგრამ ფესტივალს ქვია საავტორო მუსიკის ფესტივალი და აქედან გამომდინარე საჭირო იყო და სავალდებულო იყო საავტოროს მიბრუნებოდი. იმის ნაცვლად რომ რაღაც ახალზე მე ვფიქრობ, კარგი იქნებოდა გამეცოცხლებინა ახალი ვერსიით, აკუსტიკური ვერსიით, კლავიშით და წაღიღინებით ჩემი არაჩვეულებრივი ხავერდოვანი ხმით, რომ მე მღერა. იმიტომ რომ თქვენ იცით, რომ მე ვოკალის სპეციალისტი ვარ. ირაკლი, რა არის ყველაზე მნიშვნელოვანი და ღირებული მსგავსი ტიპის ფესტივალების? შენ როგორც მუსიკოსი, რა არის ყველაზე ღირებული, რომ არსებობდეს უფრო მეტი ასეთი ფესტივალი? რა არის ღირებული? პირველ რიგში კარგი ხმა. ეს არის ყველა დამეთანხმება, ამას არ არის აუცილებელი მუსიკოსი იყოს. იმიტომ რომ ცუდი ხმა და ცუდი ჟღერადობა ბრალდება რაღაცნაირად ბენდს, მოსაწყენია, მოსაბეზრებელია, შემაწუხებელია და დისკომფორტია მსმენელისთვის და ეს უნდა იყოს დღეს პრინციპში ბევრი რამე განისაზღვრება. შეიძლება არ იყოს ისეთი მუსიკა, რომელიც
რაღაც ძალიან გავრცელებულია, ბევრმა იცის და ჰიტია, ვთქვათ, მაგრამ ის რაც იქნება და რა ჟანრშიც არ უნდა იყოს, ის უნდა იყოს ხარისხი, იმიტომ რომ ხარისხს მოაქვს კომერციული ესე ვთქვათ, წარმატება და სიამოვნებაც მუსიკოსთვის. და დანარჩენი უკვე ეს იქნება დიდი წახალისება მათთვის, ვინც დაინახავს, რომ მე რო რაღაცას დავწერ, ამის გატანა სადღაც შემიძლია გავაზიარო და დავაკეთო. რაც იქნება თუ იქნება იმის საშუალება, რომ ბევრი ფესტივალი გაკეთდეს, იქნება ძალიან. მე მაქვს ერთი ფესტივალის იდეა ესეთი რა. ოღონდ ცოტათი უფრო არა აკუსტიკური და არა ვთქვათ რაღაცა ისეთი, აი უფრო ჩაჭერილი რო იყოს და რო ერქვას დადებითი. დადებითი. და ფესტივალი იქნებოდა დადებითი. ძალიან გერგია. მაგრამ ამ სახელის გარდა არაფერი არ მომიფიქრებია სხვა. არც ნაბიჯი არ გადაგირგავს სულ რაღაც გუშინ მომავალ. ირაკლი რა შესრულდება? როგორც თქვი, ანუ ძველი სიმღერები, რომლებიც ძირითადად დაიწერა. ძველი სიმღერებიდან იქნება. ბათუმში, ასე ვთქვათ, ბევრი შენი სიმღერა პრინციპში მსმენელმა იცის. აი ზუსტად ჩემი შვილის ასაკის ვიყავი, როცა დაიწერა ეს სიმღერები. გაფრინდება წყლები, ბოთლებს ვიბარებ და ოღონდ ეს ყველაფერი იქნება სულ ახლებურად რაღაცა სხვა ტანსაცვლით და სხვა ლუკით იქნება წარმოდგენილი. და როგორი გაქვს მოლოდინი? მოლოდინი არაფრის არ მაქვს საერთოდ ამ ცხოვრებაში, როგორც იქნება, ისე იქნება, იმიტომ რომ მოლოდინებმა იმედგაცრუებებიც იცის და ამიტომ ჯობია საერთოდ არ იყოს და იმედგაცრუებაც არ იქნება. და იმის მოლოდინი, მსმენელთან შეხვედრის მოლოდინი, რა თქმა უნდა, იქნება, იმიტომ რომ სცენაც სპეციფიურია, სპეციალურად არის პატარა და დაბალი, იმის გამო რომ მეტი კონტაქტი იყოს ხალხთან და ეს რადიოს სიტუაცია და რადიოს განწყობა ქუჩაში გადავიტანეთ, აი ეს სცენის დეკორაციაც და სცენაც სპეციალურად არის ასეთი და შენ როგორ ფიქრობ, მუსიკოსისთვის რამდენად სხვა განწყობა მოაქვს სწორედ ამ ახლო კონტაქტს მსმენელთან? ყველაფერს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. ეს იქნება განათება, ეს იქნება ხმა, ეს იქნება სიახლოვე, ეს იქნება უსაფრთხოება თუ როგორც იქნება, ანუ ეს ყველაფერი ერთიანობაში რაღაც ერთ ატმოსფეროს ქმნის, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია პუბლიკისთვისაც, შემსრულებლისთვისაც და ის სიმაღლე, რომელსაც გულისხმობს სცენის ვთქვათ და რაღაცა, ძალიან უშუალოს ხდის, ანუ სიახლოვისთვის და ინტერაქტიულობისთვის. და ვნახოთ თუ მოეწონებათ, გამიხარდება, თუ არ მოეწონებათ, ეგეც მისაღები იქნება, იმიტომ რომ ესე იგი მეორედ აღარ ვიზამ. დიდი მადლობა ირაკლი. მადლობა თქვენ. შეუდგეთ საქმეს. მადლობა მე და მადლობა ძვირფასო ტელემაყურებლებო და რადიო მსმენელებო. მოკლედ დღეს გელოდებათ ძალიან კარგი ამბები. მოკლედ გემშვიდობებით, კარგად ბრძანდებოდეთ, წარმატებებს გისურვებთ, გიყვარდეს მუსიკა და გულ შემატკივროთ. რა ვთქვამთ? ნახვამდის. რა საჭიროა თხოვნა, რა საჭიროა ფიცი, სიყვარული რომ მოკვდა, მე უშენოდაც ვიცი. რა საჭიროა ცრემლი, რა საჭიროა გლოვა, მე ვარ ბავშვობის ხვერპლი, წავალ და აღარ მე მოვედი ამ სახლში, როგორც ბოლო ნუ გეშთა, ისევ თქვენი ბრალია, ხმა თუ გამიუხეშთა. რა ვიცოდი ამდენი, ნაომარ მაქარებთა,
ვისაც თავი შევწირე არც კი გამიკარება რასაჭიროა ცრემ რასაჭიროა თხოვნ რასაჭიროა ცრემ თხოვნ რასაჭიროა ფიცი სიყვარული რომ მოვიდა მე უშენო